გამარჯობათ მეგობრებო, აგრძელებ გადაცემათა ციკლს ეს რომ არ მოხდარიყო, ახლა განვიხილოთ მე-20 საუკუნის საქართველოს 1918-21 წლის და დღევანდელი სიტუაცია. მოკლედ 1989 წელს უკვე ბათუმში ინგლისური ჯარი იდგა, მაგრამ მაშინდელმა სიტუაციამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ და იძულებული გახდნენ რომ დაეტოვებინათ, ანუ გავიდა ინგლისური, ანუ დასავლეთ მაშინდელი ძლიერი სახელმწიფოს ბრიტანეთის ინტერესი საქართველოსთან. შემდგომ, როდესაც დამოუკიდებლობა მოიპოვა 1918 წელს, ჩვენი საგარეო ვექტორი იყო გერმანია, რომელიც 1917 წელს უკვე პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული იყო. შესაბამისად, გერმანიის სიძლიერეს აღარ იყო რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და მისი ინტერესები საქართველოში დაეცვა. აქედან გამომდინარე მოხდა ის რომ ვერ დაიცვა ვერც მისი ინტერესი და ვერც საქართველოსი და დანარჩენი მსოფლიოს კიდე ინტერესი არ იყო საქართველოში. აქედან გამომდინარე მოახდინა რუსეთმა ადვილად და მარტივად საქართველოს ანექსირება წითელი 1921 წელს. ეხლა რა პარალელია ახლანდელ საქართველოსთან მიმართებაში, მოკლედ თუ დღეს ჩვენ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს და ყველაზე დიდ გაერთიანებას, ძლიერ გაერთიანებას უარს ვიტყვით ამერიკაზე, ნატოზე და ევროკავშირზე, ჩვენ ვიქნებით პირისპირ რუსეთის და სხვა დამპყრობელი ქვეყნების მიმართ და ისინი ერთ წუთში განადგურებენ ჩვენ დამოუკიდებლობას. აქედან გამომდინარე ჩვენი ერთადერთი შანსია ამ ორგანიზაციებთან და ამ ქვეყნებთან ურთიერთობა. წინააღმდეგ შემთხვევაში 100 წლის მაგალითი და არა მარტო ამ 100 წლის წინანდელი მაგალითი გვაძლევს იმის დასტურს, რომ ეს ასე გააკეთებს და რუსეთი ყოველთვის ასე აკეთებდა თუ ის ძალას არ ჯდნობდა. აქედან გამომდინარე ჩვენი ერთადერთი გზა და ერთადერთი მომავალი არის დასავლეთში. იმისთვის ამ არხზე პროექტები განვითარდეს, დაწერეთ თქვენი კომენტარები, თუ არ მეთანხმებით ისიც დაწერეთ, თუ არ მოგწონთ ისიც დაწერეთ, შეგიძლიათ დისლაიკი დაწეროთ, ან თუ მოგეწონებათ დაწერეთ კომენტარის და მოიწონეთ. აბა თქვენცით რაც შეიძლება ბევრმა დაწერეთ კომენტარები და ბევრმა გამოიწერეთ ჩვენი არხი იდეატივი, აბა თქვენცით კარგად ბრძანდებოდეთ.